ბოდის მოხდა საერთოდ არა ლაპარაკი ჩვენ უბრალოდ შევიგებთ მოკლედ მაგრამ ბოდიში სისტემაა ის უკვე მორალს ამ გადაწყვეტილებას თქვენ უკავშირებთ თუ არა პოლიტიკურ მოტივებს თავის დროზე დაკავების პროცესი რომ შეაფასოთ აი დაკავების პროცესში შეიძლება ესეთი ჯოდი რა თქმა უნდა გამიშტო რაც პოლიტიკური შეიძლება ანუ ეს უკავშირდებოდა იმას რომ თქვენ იყავით საპროტესტო აქციაზე ასე კაფეცის პროცესში ჩართული როგორ რაღაცა έτσι პირდაპირ ამის ინიციირება ჩემთან რომ აი ამის გამო და ეგრე რა თქმა უნდა როგორც უცით ეს შელაპარაკება ხო მოყვა თქვენსა და თეა რაგვარია საგურიას შორის ბანერის იყო საპროტესტო ბანერის გაკვრას უნივერსიტეტში და ამის შემდეგ თქვენ მიიღეთ ბუქარის შემცველი ტექსტი უბრალოდ მე სტუდენტები დავიცავთ და გამოხატვის თავისუფლება შეუძლია აი ამას მოყვა უბრალოდ გამო გააგრძელებთ მუშაობას კვლავ უნივერსიტეტში ჯერ გავიდია კიდე რა თქმა უნდა მე იმდენად მეორე პასუხისგებლობა მაქვს მოვალეობრივ უნივერსიტეტში მათთვის სასრული იქნება უჩემოდ მუშაობა მეც რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება სახელმწიფო განათლებას ისე თქვენ მიიღეთ ბუქარის შემცველი ტექსტი ირაკლი დევაძისგან ბათუმის მერის მაღალჩინოსნისგან და ამაზე არ დაწყებულა გამოძიება ამაზე რომ არ დაიწყო გამოძიება ეს რაც ნიშნავს თქვენთვის ასევე საინტერესოა უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება რაღაცა ეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია გამიგეთ უბრალოდ ეს სწორად გამიგეთ იმდენად ემოციურად დაგვირთული ვარ რომ ჩემი სტუდენტი საბატონოში დარჩა და მე გარეთ ვარ აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილია ხლა ამის გარდა ანუ არ იყო დასაბუთებული იქვე ანდრი კაკაბაძის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება როცა მან თქვა რომ რახალმას უკვე შეფარდებული აქვს გირაო წინა სხვა შემთხვევაზე იგივე ძალადობის დაწყებულ გამოძიებაზე სამართლებრივად შეიძლება სხვანაირად შეფასდეს მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სამართლის სპეციალისტები და წარმომადგენლები არ ვართ ჩვენ ამას ყველაფერს მორალური კატეგორიიდან ვუყურებთ ხო მორალური კატეგორიიდან ძალიან კარგად ვისწავლ ეს არის უნიჭიერესი ადამიანი ძალიან პოზიტიური კომუნიკაცია 20 წლის არის ხო ანდრი კაკაბაძე ძალიან დიდი მომავალი აქვს და აქედან გამომდინარე აღანაირი საფრთხეს რა თქმა უნდა ჩვენ მისგან ვერ ვხედავთ რომ ის არა რაზე ლაპარაკია და ეს წერილი რაც აღმოჩნდა დღეს მთავარი ფაქტობრივი გარემოება ხო დევაძის და ნაკაშიძის წერილი რომ დაზრებოთ არიან ეს მათი ინიციატივით მომზადდა თუ თქვენ სწხოვეთ რომ ამ წერილს ჩვენ არავის არაფერი არ გითხოვი ეს მათი ინიციატივა იყო და სპარტაშურის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ჩვენი მორალური პოზიცია აქვს და ძალიან კარგია რომ მათი მხრიდანაც გადაიდგა ნაბიჯი ეს ნიშნავს რომ ისინიც აცნობიერებენ ყველაფერს რაც მოხდა ძალიან ცუდია რომ ეს რაღაცები ხდება